რესტორანი მიმტანების გარეშე, თუმცა რობოტების მომსახურებით. ასეთი სერვისი ჩინეთის ქალაქ ძინანში ადგილობრივების გაოცებას არ იწვევს. უფრო მეტიც რობოტები კლიენტებს უნაკლოდ ემსახურებიან. მომსახურებების სფეროს ideალურ მუშაკებს რკინის ნერვები, უსაზღვრო მოთმინება და მუდამ კარგი განწყობა უნდა ჰქონდეთ. ასეთი ადამიანები კი ამ სფეროში სანთლით საძებნია. ყველა აღნიშნულ კრიტერიუმს ჩინეთის შანდუნის პროვინციის ქალაქ ძინანში გახსნილი რესტორნის მიმტანები აკმაყოფილებენ. აქ კლიენტებს რობოტები ემსახურებიან. ისინი რესტორნის იატაკზე დამონტაჟებული მაგნიტის ზოლზე მოძრაობენ და ასე შეკვეთილი კერძები სამზარეულოდან კლიენტის მაგიდამდე მიაქვთ. ძალიან მომწონს რობოტების მომსახურება, იგი ავტომატურად ასრულებს შეკვეთას, ამიტომაც მიმტანი აღარ არის საჭირო. რესტორნის მფლობელი რობოტოტექნიკისა და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დიდი თაყვანისმცემელია. ერთი ასეთი რობოტის ღირებულება $30,000-დან იწყება. რესტორნის მენეჯერი ამბობს, რომ ამით ადგილობრივებისათვის რობოტების უსაზღვრო შესაძლებლობების გაცნობა. დრო წინ მიდის და ჩვენი ცხოვრება დღითიდღე სულ უფრო მაღალ ტექნოლოგიური ხდება. ამ პროგრესს არც მომსახურების სფერო არ უნდა ჩამორჩეს. ამიტომაც შევიძინეთ რობოტები. ჩვენი თანაქალაქელების იმაში დარწმუნება გვსურდა, რომ რობოტებსაც შეუძლიათ საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში მუშაობა. რესტორანში 6 რობოტი 100 კლიენტს ემსახურება. მათი სამუშაო დღე 5 საათს არ აღემატება. ძიმე სამუშაო დღის შემდეგ რობოტებს დასამუხტად ბაზაზე გზავნიან. ისინი არც ისე დიდხანს ისვენებენ. დამუხტვის დრო მხოლოდ 2 საათია.